საქართველოს მეზღვაურთა პროფესიული კავშირების თავმჯდომარე დღეს ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა. დავით ნიკურაძის განცხადებით, დღევანდელი აქციით ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთხელ ატყუებს საზოგადოებას, რადგან სწორედ მისი მმართველობის დროს საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტში არსებულმა კორუფციამ მთლიანად გაანადგურა საზღვაო ტრანსპორტის დარგი. დავით ნიკურაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის მიერ გამეფებულმა ელიტარულმა კორუფციამ ქართველი მეზღვაურები დააზარალა. ამის გამო ევროპულ ბაზარზე ისინი არაკვალიფიციურ კადრებად ითვლებიან. მეზღვაურთა პროფესიული კავშირების განცხადებით პროცესს მაშინ დავით ბარამიძე ხელმძღვანელობდა. მეზღვაურთა პროფკავშირები მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს მოხდეს ფაქტის გამოძიება და დადგეს აღნიშნული პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ასევე ითხოვენ პასუხს ბათუმის ყოფილი მერისგან რობერტ ჩხაიძისგან, რატომ ყიდდა და ასხვისებდა სანაოსნოს ქონებას. ჩვენ ქართულ დიპლომ სერტიფიკატებს გაყალბებულს პირადად დავით ბარამიძე, გიორგი ბარამიძეს ძმა და ბადრი ფარსენაძე ყიდენ უცხოელებზე უკანონოდ. მეზღვაურები ვაცხადებთ, რომ მოატყუებს კიდევ სააკაშვილიდანაც მოძრაობა ქართულ საზოგადოებას, რომ მაგენის არჩევანი არის ევროპისკენ გზა, იმიტომ რომ ევროპისკენ თვითონ მაგენმა მეზღვაურებს ჩვენ გადაგვიკეტენ ეს გზა. აქედან გამომდინარე ჩვენ ვიტყობთ, რომ ჩატარდეს სრულფასოვანი გამოძიება, იყოს დაკითხული გიორგი ბარამიძე, დავით ბარამიძე